აუ ვიწყებ. მოკლედ მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის რომ შენ აქ სტაჟირებაზე იყო და აბა შეინც ახლა უნდა მოინდომო და არ ინერვიულო. აუ არა გოგო იმდენი რამე წავიკითხე ფეხბურთზე და იმდენი რაღაცები ვიცი რომ გაგიჟდები. აი შევდივართ ერთ-ერთი. შევდივართ ხო მოემზადე. ხო მიდი. არ შეგეშინდეს რა არ ინერვიულო მიდი ყველაფერი კარგად იქნება. საღამო მშვიდობისა ეს პარკ დე ფრენსია სუპტა საფეხბურთო ამინდი მაგრამ დღეს პარიზის მოწმენდილ ცას მადრიდიდან დიდი სამეფო ღრუბელი რეალი შეუტევს საღამოს 10 საათი 80,000 მაყურებელი ხოლო ამ მატჩის კომენტირებას გაუწევთ მე ანი და ნინი მოგესალმებით მეგობრებო აუ პარიზი ძალიან მიყვარს და მე პირადად ძალიან ხშირად სტუმრობ ხოლმე ეს სიტყვები მისი არ გეგონოთ კარლო ანჩელოტიმ თქვა მატჩის დაწყებამდე. მართალია მეგობრებო, ზუსტად მაგან თქვა. სანამ დავიწყებთ, მაინც შეგახსენებთ თამაშის წესებს. თითო გუნდში არის 11 ფეხბურთელი და თამაში გრძელდება 90 წუთის განმავლობაში. გეტყვი იმას რომ მე დავინიშნე იმ დღეს და მართალი ხარ შენ არ ატყუებ ჩვენს მაყურებელს. ახლა კი გაგაცნობთ შემადგენლობას. მოდი დავიწყოთ. აი მოიცადე ერთ წუთით რა ამბეს რა ჩამოთვლის ახლა აღარ გინდა გეხოცები. მოდი ვით საჭიროა ის თქვათ. აი მაგალითად ეს საყრდენი ნახევარმცველი ძალიან სიმპათიურია, იმათ მარჯვენა ნახევარმცველი ცოტა სანამ დაიწყება მატჩი კაპიტნების სამახსოვრო ფოტოს გადაიღებენ მსაჯებთან ერთად. აუ არიციან რა, არიციან რა. არიციან, გოგო რა არის? აუ არიციან, მართლა არიციან რა და ყველაზე სიმპათიური ვინც ყავთ გუნდში ის რომ უნდა დააყენონ ფოტოში. სხვათა შორის აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მესი ძალიან კარგ ფორმაში ხდება ამ მატჩში. და მე დაგეთანხმები წერით, ძალიან უხდება და თმებით ძალიან კარგად აქვს გადაწეული. და აი გაისმის მსაჯის სასტვენის ხმა და მგონი ცდებოდა ვალენსია გამოდის სახლი, როცა ამბობდა რომ წელს ტრენჩი შავი ფერიაო. დღევანდელი მატჩის მიხედვით თუ ვიმჟელეთ აშკარად თეთრი ფერი ჭარბობს. მეგობრებო! და აი პარიზელები გადადიან შეტევაში, აი მიიღო ბურთი მბაპე. მოატყუა ერთი, მოატყუა ორი, დარტყმა. ეს რა არის? აუ შეხედე რა ხელთათმანებია ცვია რა, შეხედე რა, პროსტა რა. ფერების შეხამება არის 0, დედას გებიცები, ნერვები მეჭრება რა. შენ მართალი ხარ, ანგარიში არის 0-0, იმიტომ რომ მეკარემ ძალიან მაგარი სეივი გააკეთა. სეივი არა, ერთი წუთით ეს ხელთათმანები საერთოდ ამ ფორმას არ უხდება და რა ვთქვა ახლა, არ ვთქვა? სანამ მინდორზე ისეთი საინტერესო არაფერი ხდება, მანამდე გაგაცნობთ სტატისტიკას. ეს გუნდები სულ 11 ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. აქედან 6 ჯერ დაამწუხრა რეალმა, 3 ჯერ კი პარიზმა. ანუ მე და ჩემი შეყვარებულებით არიან მეგობრებო, ხან მევაბრაზებ ხოლმე და ხანი. ორჯერ კი ფრენზე შეთანხმდნენ მეგობრებო, ორჯერ ზუსტად იგივენერა ჩვენს ესე ვიგდებით ხოლმე, სხვათა შორის მეც მოვამზადე სტატისტიკა. ვარა მაგარია აბა გისმენთ ყველა სტატისტიკას თუ გადავხედავთ კარიდან რაც უფრო შორს არის ფეხბურთელი მას უფრო ხშირად ენგრევა ოჯახი მეგობრებო მაგალითად თავდასხმელები მოღალატეები არიან ხოლო დაცვაში ვინც თამაშობს ისინი უფრო ინარჩუნებენ ოჯახს და ურთიერთობას ამიტომ ჩემი საყვარელი ფეხბურთელია სერხიო რამოსი მცველი და თავისი ოჯახის ერთ გული დავაგებეთ აი დიდებულად თამაშობს მარსელო ნახეთ რა მარსელო ძალიან კარგი იქნება თუ მწვრთნელი განახორციელებს ტაქტიკურ ცვლილებას და მას მარცხენა ფლანგზე გადაიყვანს, რადგან გუნდი ძირითადად მარცხენა ფლანგიდან ახორციელებს შეტევებს. მართალი ხარ, მაგ შემთხვევაში ეს სიმპათიური ბიჭი უფრო ხშირად გამოჩნდება კაცში და გაგვიხარებს გულებს. აი და აი მეგობრებო, მიიღო ბურთი მოდრიჩმა, გადააწოდა კაზემირომ გადააწოდა ისკოს. სიმპათიურია, ცოტა ხანით შეინარჩუნე ბურთი ძმაო, მიდი რა. პასი გაკეთდა უკან ფეხბურთელების რომ ეგრევე შეტევაზე არ გადავიდნენ. ესპანური ფეხბურთი ზოგადად ასეთია. აი წინ პასი გაკეთდა ბენზემას მიმართულებით. ბენზემა მოატყუა 1, მოატყუა 2, შევიდა საჯარიმოში. დარტყმა გოლი! გაიტანეს! აუ ბიჭო, რა ბურთი გაუშვა მეკარემ რა. აუ რა ბურთი გაუშვა რა. ერთი საჯარიმოში წეს შევა. აუ ამის მაგირად მეტა მე მყოფილიყავი კარში რა. აუ ტუტუცი ბიჭი რა აიღებდი ახლა ამ ბურთს? შეიძლება ბურთი ვერ ამეღო, მაგრამ რამოსი რო გიცავს, ხო აი ძალიან ქალად გიცავსები. აი პირველი ტაიმი დასასრულს მიუახლოვდა. როგორც ხედავთ, გასახდელში გაატანა რეალმა ბურთი პარი. არა, არ გაუტანებია ჯერ, სად უჭირავს ხედავ. არა, საფეხბურთო ტერმინია ეგეთი, ფეხბურთთან ერთად მოდი ჩვენ შევისვენებთ ცოტა ხნით. რა თუ შესვენებაა, მოიცა ჯერ.
გოგო, შენ ნორმალური რა ხდება რა არის ეს? გისმენდით, ეხა გავგიჟდი, ვერ მოვითმინე რო არ შემოსულიყავი, რა არის ეს? რა კომენტატორობაა? ვაიმე, ძალიან დიდი ბოდიშით რა. აი ეს ახალი კადრი ყავს რა მეუბნებოდი. ვიცი რომ ახალია ეს, ვიცი რომ ახალია და შენ დასაპირებ, შენ, თორე ეს გავიგე რომ ახალია, არ უნდა აუწყობ ეხი. მიდი მიხედეთ ეხა საქმეს, მიხედეთ. გავიცოდა შენ, აუწყებ. ამას? ხო, არ უნდა აუწყობ. არ გიშინია სამსახურის დაკავების, მიდი ეხა დროზე. მიდი და გასწავლი, ამყევი, არ ინერვიულ არაფერში. მიდი. ჰე, მზად ხარ? აბა შენიცი ახლა. არ ინერვიულო, რაც თავარია, ხო და ტემპი. მოკლედ. საინტერესო მეორე ტაიმის მოლოდინში უბრუნდებით ეთერში, მოდით გადავხედოთ იკარდის სტატისტიკას. მისი ანგარიში არის 11 ურთიერთობა, აქედან 10 წარუმატებელი და 1 წარმატებული მეგობრებო. არც ერთი ოქროს ბურთი და 1 ოქროს ბეჭედი მის თითზე. მიდი. ახლა შევამჩნიე რომ ნეიმარი არ არის ფორმაში. რამე საინტერესო თქვი, გოგო, მიდი. სოლარიუმის რუჯი ხამივით აქვს მიღებული. აშკარად 15 წუთი იწვა გადაბმულად. ამას ხოჯობია რომ თადარიგი დაიჭირო და 5 დღე 3-3 წუთი გადაანაწილო, არა? მე დავეთანხმები ჩემს კოლეგას და აჰა, სახიფათო მომენტი. მოატყვა 1, მოატყვა 2, მესამეც. სხვათა შორის აბან 1 ცოლი ეგრე მოატყვა და 7 თვე იყვნენ დაშორებულები. მიდი ძმაო, მიდი მიაწექი. რა სამბობ, რა ხდება, ვერ გავიგე.